მოგესალმებით, საქმის კურსი ეთერში იწყებს მუშაობას. მე ნუსა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების შესახებ ვიყვებით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივი საჯარო განცხადება არ უნდა გაკეთდეს, რადგან არის საკითხები, რაზეც ასოციაციის წევრებში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საქმიან დილაში განაცხადა. მისი განმარტებით BAG-ის წევრთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საერთო პოლიტიკური აზრის არსებობა შეუძლებელია და სწორედ ამიტომ ასოციაციისგან პოზიციის საჯარო დაფიქსირების საკითხი, მათ შორის free business-ის მოთხოვნებს შეერთებულმა კომპანიებმაც მოხსნეს დღის წესრიგიდან. აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს BAG-ის წევრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საერთო პოზიციის დაფიქსირება. არ დაფიქსირება იყო, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ საკითხს არაერთი შეხვედრა დაეთმო. ერთი საკითხია, რომელზეც საბოლოო ჯამში ამ ყველა შეხვედრის მერე მივედით, რომ საერთო ერთიანი პოლიტიკური აზრის არსებობა ასოციაციაში შეუძლებელია, რომ არსებობდეს. გამომდინარე მისი მრავალფეროვნებით, ეს არის ასობით კომპანია, წარმოიდგინეთ, ეს არის უზარმაზარი გაერთიანება, ფაქტობრივად ეკონომიკის 70-80% კერძო სექტორი ჩვენთან არის წარმოდგენილი, ამიტომ მოთხოვოთ, რომ ყველას ერთნაირად იაზროვნოს, იქნება ძალიან რთული პოლიტიკურად. საბოლოო ჯამში ამაზე შევთანხმდით, რომ და ძალიან მისასალმებელი იყო განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიცია, რომელიც free business პლატფორმას შეუერთდნენ, რომ მათი მხრიდან მოხსნა საკითხის, რომ არ არის აუცილებელი რომ ასოციაცია ღია საჯარო საერთო ერთიანი პოზიციის განცხადებები აკეთებს, მაშინ როცა ეს პოზიცია პრინციპულად ჩვენ ალბათ ვერ შევთანხმდებით რაღაცებზე შიგნით, დარჩეს და იყოს და გააგრძელოს, თავარი რისთვისაც იქნება, ეს არის ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ ხელისუფალთან კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, იქნება ძალიან აქტიური ინტერაქციაზე რისთვის, სწორედ იმ საკითხებისთვის, რისთვისაც ჩვენ ვარსებობთ, ეს არის ეკონომიკა, დასაქმება, ბიზნესის გარემო და ასე შემდეგ. როცა ძალაუფლების მქონე პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას, ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის დავალებებს არ ასრულებს, ეს პოლიტიკური მიზნით დევნაა. ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს მისი სასამართლო პროცესი გრძელდება. ბაჩიაშვილის თქმით, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიზნი ივანიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი 5,000 ბიტკოინის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოძალვის მიზნით მუქარა. ცნობისთვის პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ედავება, კერძოდ პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ დაახლოებით $9 მილიონი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8,986 ოდენობის ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში $39 მილიონ აჭარბებდა. როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას. ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არ ასრულებს მის პოლიტიკურ დავალებებს და ეწინააღმდება მის პოლიტიკურ თვისწესრიგს, ეს არის პოლიტიკური მიზნით და პოლიტიკური ძალაუფლებით განხორციელებული ადამიანის დევნა. დღეს არის მეორე დღე ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, რომელშიც მონაწილეობენ ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე. შესაბამისად დღეს დავუსვათ ძალიან საინტერესო კითხვებს და ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას შეიტყობს მაყურებელი. როდესაც დამნაშავეებს ყავთ ადამიანი გატაცებული და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს არის გამოძალვის წერილი. რას გულისხმობ? მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე, აქ ამ ქვეყანაში ჩაგედილი, მაქვს დაყადაღებული ყველაფერი და მე მუქრებიან სასჯელით. სასამართლოს ნომერს დაიკითხება სამი მოწმე, მათ შორის დაიკითხება დაზარალების წარმომადგენელი, რომლის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გამოძიების პროცესში, როდესაც იქნა დამკითხული, რა თქმა უნდა, ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას. აქედან გამომდინარე, გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მისი ჩვენება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რა თქმა უნდა, არსებობს. ინფოზე, როდესაც ქართული ოცნების მთავრობა ოპტიმიზმს ინარჩუნებს და არ გამორიცხავს, რომ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9%-ს გადააჭარბოს, ანალიტიკური ორგანიზაციების და ბიზნესის ნაწილის მოლოდინები კვლავ ნეგატიურია. მაგალითად, PMC კვლევითი ცენტრის მოლოდინი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე საბაზო სცენარის წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 2-3%-ით გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვიხილეთ საკონსულტაციო კომპანია Reformetics-ის პროგნოზებით, რომლის თანახმადაც 2025 წელს საქართველოში ნულოვანი
მუდმივი ეკონომიკური ზრდა ან 2%-იანი რეცესია მოსაუდნელი, რაც თავის მხრივ ქართული ოცნების იზოლაციის პოლიტიკასა და მზარდ საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება. როგორია მიმდინარე წელთან დაკავშირებით ბიზნესის მოლოდინები და როგორი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო წელი სტუმართან საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ლევან ყარალაშვილთან ერთად ვისაუბრებს 15 საათსა და 30 წუთზე. ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ გამანაწილებელი ქსელის პიკურ დატვირთვას გადააჭერბა. სემეკმა ქსელში არსებული გამოწვევების ფონზე მზის ელექტროსადგურებისთვის დასაშვები დადგმული სიმძლავრის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ახალი მონაწილეებისთვის ნეტო აღრიცხვის ეტაპობრივი გაუქმების ბოლოვადა და ამავდროულად უნდა ჩამოყალიბდეს ეტაპობრივი გადასვლის გეგმამ არსებული მომხმარებლებისთვის. ბიზნესის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ნეტო აღრიცხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რაც დარგს ასტიმულირებდა მისი გაუქმებით და დადგმული სიმძლავრის დასაშვების ზღურის შემცირებით კი ამ მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნა, რომელიც 2024 წელს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, შემცირდება. რა გამოწვევების წინაშე დადგა ნეტო აღრიცხვის სისტემა და როგორია მარეგულირებლის და კერძო სექტორის პოზიცია, ანუკა ჯოხაძეს მუშაობს თემაზე და დეტალებით მომდევნო გამოშვებებში შემოგვიერთდება. 2024 წელს სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრებით რეკორდული 218 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშია ნათქვა. დოკუმენტის თანახმად დაწერილი ჯარიმებიდან 87 მილიონი ლარი ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში შევიდა, 131 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში შედარებისთვის 2023 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები მოცულობა 216 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები გასულ წელს 2 მილიონი ლარით გაიზარდა. ჯორჯიან ბასტამ ომნიბუს ექსპრესთან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია მეტრო ჯორჯია განახორციელებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით სატრანსპორტო კომპანიამ აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს დანარჩენი ორი კომპანიის მსგავსად თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მეტრო ჯორჯია სხვა კომპანიების მსგავსად თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. მივიღეთ ნებართვა ოპერირებაზე ქუთაისის აეროპორტში. ჩვენთვის განვითარება, იმიტომ რომ 2014 წლიდან 10 წელია უკვე ოპერირებთ საქართველოს ბაზარზე სატრანსპორტო კომპანიით თბილისი ბათუმის მიმართულებით და ეხლა ახალი გამოწვევა გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ შემოვედით ქუთაისის აეროპორტში და ვიწყებთ ოპერირებას უახლოეს პერიოდში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით გზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე შემოგვიერთდა კომპანია მეტრო ჯორჯია, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან უკვე შესაძლებელი ექნება მგზავრებს შეიძინონ ბილეთები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპექს და საუდის არაბეთს ნავთობის ფასის შემცირებას თხოვს, რაც მისი აზრით რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. ამის შესახებ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას ნავთობის ფასი აქამდეც უნდა შეემცირებინან, რაც მისი თქმით რუსეთ-უკრაინის ომს წყისიერად დაასრულებდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგეკეთებინეთ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა, აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ დილიდან საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი კლებას აჩვენებს. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთში შევხვდებით. დროებით.